არაღიარების პოლიტიკა საფრთხის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ჩვენსა და დასავლეთ შორის გაუარესდა მდგომარეობა, როგორც ამერიკასთან, ისე ევროკავშირთან. იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ ამერიკასთან გვქონდა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, სადაც ერთ-ერთი კაფეო გამოკვეთილი პოზიცია იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ერთი და მეორე უზრუნველყოფს ეხმარება საქართველოს არაღიარების პოლიტიკაში. ანუ ეს არნიშნავს, რომ ამერიკა არაღიარებს, მხოლოდ ამერიკა არაღიარებს აფხაზეთის თუ საფრთხის ეწამოკიდებლობას, არამედ ის მუშაობს, რომ სხვებმა არაღიარონ. ეს ქარტია გაუქმდა დღეს როგორ უკვე ბაიდენის დროს, როცა დაიძაბა ვითარება ქართულ ოცნებასა და ვაშინგტონს შორის და უკვე სხვა სახელმწიფოები, რომელსაც შეიძლება რუსეთმა თხოვოს, რომ აღიარეთ, თუ შეიძლება აღიაროთ, მჭირდება აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს სახელმწიფოები აღარ გაიხდავენ ვაშინგტონის მიმართულებით, იმიტომ რომ არ შეეშინდებათ, რომ ვაშინგტონი მათ მიმართ რაღაც გარკვეულ სანქციებს დააწესებს, რაც ადრე მოსალოდნელი იყო. ამიტომ არაღიარების პოლიტიკა უფრო გახდა უფრო მოწყვლადი და საფრთხის მომცველი. ასევე თუ ევროკავშირთან ფუჭდება ურთიერთობები, ევროკავშირი აღარ იქნება ესეთი პრინციპული სხვა ქვეყნებთან, არ ევროკავშირის ქვეყნებთან, აფრიკულ ქვეყნებთან, ლათინოამერიკულ ქვეყნებთან, ოკეანეთის ქვეყნებთან იმუშაონ, რათა მათ არ აღიარონ აფხაზეთის სამხედრო დამოუკიდებლობა.